ბოლო 3 თვის განმავლობაში საეჭვო კაცის ყველა ვიდეოში ჩასმული იყო ალფასახლის გათამაშების მინიშნებები. საბოლოო ჯამში ყველაზე გამჭრია ხმა და სხარტმა მაყურებელმა განშიფრა ტელეფონის ნომერი. ჩვენ დავიბარეთ პირველი 30 ადამიანი, ვინც ამ ნომერზე დარეკა და შევაჯიბრეთ ისინი სხვადასხვა სახალისო და ინტელექტუალურ თამაშებში. დღეს თქვენ ნახავთ ადამიანს, ვინც გახდა YouTube-ზე პირველად ბინის გათამაშების გამარჯვებული. და ლაიქი ვიდეო და დავიწყეთ. Let's go. Სამი ძმდება მოგესალმებით საეჭვო კაცის გაბოლილ არხზე, სადაც დღეს ჩემი რაკის გასაღები გათამაშდება. არა, მოგატყვეთ. ბინის გასაღები გათამაშდება. 30 მონაწილე უნდა ყოფილიყო, საიდანაც მხოლოდ 26 გამოცხადდა. 4-მა არ გვინდა გვაქვს სახლიო. თუ რაღაცა მიზეზების გამო სამწუხაროდ ვერ გამოცხადდნენ. ამიტომ 26 მონაწილეს უფრო მეტი შანსი აქვს დღეს რომ მოიგოს ბინა. დღეს გვეყოლება 1 მოგებული და 25 წაგებული. დღეს თამაშდება ალფასახლის ბინა 55 კვადრატული განმარტული ეს სხვა კავკასი არის უამრავი მწვანე მოედნით, უამრავი სკოლით, მილიონობით მაცხოვრებლით და ყველაზე მთავარი შესაძლებელია რომ მე საღამოობით პარკში გამოვიდე ხოლმე. ანუ თქვენი ცხოვრობთ ბინაში, სადაც საღამობით მახარა გამოვა და ძაღლს გაასეინებს. ჯერ მარტო რა დღის მახარას ძაღლთან ერთად დანახვა. მან ნუშვები და ასე შემდეგ. სხვა ფრაზებსაც გაიგონებ. ეხლა ცოტა ის ლაშა გელაშვილის გარემოში ვარ, მაგრამ ნიჩი ვარ, ეს ძალით ჩამაცვის, ისინი მეცვა. საეჭვო კაცის არხის გენერალური სპონსორია ბეცონ სპორტი და ამ დღევანდელი გათამაშების სპონსორია ალფასახლი, ვის ბინასაც ვათამაშებთ. და დროა რომ დავიწყოთ. თქვენს წინაშია 26 მონაწილე. მახარას ავტომატს ვხდեմ მოგდელს, ხო? რა რეაქცია მაგალითში? ავღელდი რა თქმა უნდა და ნუ გამიხარდა რა თქმა უნდა. ეს არის რომ გავიდა, გავთიშერა, საერთოდ არ ვიცოდი რომ გათამაშებაში მოხვდი. ძალიან გამიხარდა და რაღაცა სახლში ვიყავი და მეთქი მოხვდი ფინალში და დავარბოდი, დავხვდადი. ძალიან იფროში მეგონა რომ იმ წუთში მოვიგე რაღაცა ისეთი ემოცია ხონა მიგე ეს ძალიან სასწაული მაგალითად. როგორი თამაშების მოლოდინი გაკეთე მაინტერესებს ანუ უფრო ვიქტორინა მგონია და დასწრებაზე მგონია რომ იქნება. რეალური უფრო მეძარება და ესე რაც იყო გამოცემდა ისინი მირჩევნია ჯერჯერობით. გაძლება და ისეთებითაა ვერ ან თლად რაღაც სიგრმისეულ ცოდნაზე დამოკიდებული არა აი რაღაც. გონია რომ იქნება რაღაც ესეთიც გონივრულიც და მგონია რომ იქნება ცოტა სპორტული. ფიზიკურზე ცოტა მიშინია სიმართლე ვთქვა. აუ ინტელექტუალურად. ზალალაც იქნება, ჭკუაც იქნება, იღბალიც მგონია რომ გამართლებაც რამე იქნება. იმედია სპორტული რაღაცები არ იქნება. ალბათ როგორც ფიზიკური, ასევე გონებრივი აქტივობები იქნება რა. ყველანაირი თამაშებისთვის მზად ვარ. მე ძალიან მიყვარს ასეთი თამაშები. თავარია კარგი შოუ გამოვიდეს. კაი. მოგესალმებით პირველ რიგში. დღეს ვიმყოფებით, ეს არის საწყობი ალფასახლის, სადაც ინახება ის ინვენტარი, რითიც ეს მთლიანი კომპლექსი შენდება რა. ერთ-ერთი რომ რეკავდი, ერთ-ერთმა მითხრა რომ 4 შვილის დედა ვარო. შენ მართლა თუმცა ეს არანაირ პრივილეგიას არ გაცლებს. 4 ბინის გათამაშება გვაქვს იქით წერს. მზად ხართ? 1 მოგებული, 25 წაგებული. მიმართვა მაქვს ყველასთან. 26 ადამიანთან. ნებისმიერი ადამიანი რომელიც გამოვა, აქ გვაქვს 5000 ლარის საპრიზო. ამ 5000 ლარიდან რამდენი ადამიანის გამოვა იმდენზე გაიყოფა და შეწყვეტს თამაშს. უბრალოდ წავა სახში ოღონდ ქეშით. ვინ გამოვა და შეწყვეტს თამაშს? ოღონდ ბინის გათამაშებაში მონაწილეობას ვეღარ მიიღებთ. შეგიძლიათ ეხა გამოხვიდეთ. 1 წუთს გაძლევთ დროს. წამზომი ჩაიშტო. 1 ადამიანი. მეგონია რომ ვიღაცა კი არა და 24 ადამიანი ბოლოში იტყვის რომ ამეღო. მეორე 2500 ლარი 2 ადამიანმა შეწყვიტა თამაში. აუცილებლად ბევრი იტყვით, 24 ადამიანი იტყვით ეხა რომ ჩამედო ის ფული ჯიბეში და წავსულიყავი. ანუ მართლა გეუბნებით, პრიზი არ იქნება. ანუ თქვენ გონიათ ეხა ვიტყუები, მაგრამ არ იქნება. 1 მოგებულია, დანარჩენი ყველა წაგებული. ამ 2 ადამიანის გარდა. ამ წამს 2500 ლარი უკან ჯიბეში გადაკეცეს. ეხლა ამ ადამიანებს ვკითხოთ,
რატო გადაწყვიტეს? რავი, ზოგადად არ მიმართლებს ხოლმე ამ გათამაშებებში და ამ წამს გაგიმართა. რაღაცებში და ამიტომ რაც უფრო რეალისტურად მომეჩვენა. დღევანდელი კვერცხი ხვალდენ გათამს. მაგლუ. მეც ეგრე ვარ, მეც ეგრე ვარ. მეც იგივეს ვიყო, მეც არ მიმართლებს. ნომერი 13, აუ თან 13 ნომერი იყავი. დიდი მადლობა მონაწილეობისთვის. ამ ფულს მიიღებთ, მაგრამ ვერ მიიღებთ ბინის გათამაშებაში მონაწილეობას. დაგემშვიდობებით. აქეთკენ ვიგზავნით. პიატი შილარი გაფრინდა. 24 მონაწილე დარჩით. ესეთი თხოვნა მაქვს ახლა. დრო გაქვთ 2 წუთი. წამზომის ჩართვის მერე უნდა დაალაგდეთ 3 გუნდად. არა უმეტეს 10 კაცისა თითო გუნდში. გავიაზრეთ, ხო? წამზომი ჩაირთო. სამ გუნდად გადააწყვეტენ მონაწილეები. პირველი სცენა 7 ადამიანი, მეორე სცენაზე 9 ადამიანი და მესამე სცენაზე 8 ადამიანი. ჯერმათ არიციან რა ელოდებათ წინ. ყვავის კლდე. ესე დავარქვით ამ თამაშს, ჩაკო საპატივსაცემოთ. დიდი მაგიდა მიეცემათ მონაწილეებს, რომელზეც უნდა გააჩერონ ბურთი. ხო მარტივია. ვინც დიდი ხანი გააჩერებს, ის გადავა შემდეგ ტურში. გადავა 2 გუნდი. ვისაც ყველაზე მალე დაუვარდება, აეღო 5000 ლარიდან წილი. ყველა ცალი ხელით კიდებთ დაბლა ჩამოშველილ ჯოხს, წრეზე დგეხართ და მე ბურთს ვდებ კიდეში. და იწყება თამაში. რაც უფრო დიდხანს იქნება ბურთი, მოწინააღმდეგეებზე უფრო წინ იქნებით. და აწიეთ. 10 წამი იჭორავეთ და მე მოვალ. ისინი ცდილობენ რომ გეგმა დასახონ, მაგრამ აქ არანაირი გეგმა არ არის, უბრალოდ ბალანსი. ბალანსი, ცენტრი უნდა იყოს. გამზომი ჩაირცე. რენდომად ეხა ადამიანებს აუხვევთ თვალს. შენ ძალიან დიდი სტრატეგიები დასახე ჩემს. მუხლებში მოიხარეთ და ისე დადექით. მუხლებში მოიხარეთ და ისე დადექით. თორე გავაუქმებ. მუხლები. მოიხარა მუხლები. მუხლებში მოიხარეთ. უკვე დაიწყო. ეჭირეთ მივიყვანეთ. ვინც ხედავს სიმოთმა გაასწორა. შემდეგი დავალება. თვალება ხულების გარდა 2 ადამიანმა თქვენ გადაწყვეტეთ. დატოვეთ რგოლი. საუme გადი. შენ გადი მელა მიდი. სო, მიიღეთ გადაწყვეტილება, ვინ გადის? შემდეგი. სო, გავიდა 2 ადამიანი. ოპა, გოგო გავიდესო. ნომერი 18 და მეორე სად არის? გავიდა 30. 5 წუთი გავიდა. იდეალური დროა. მეგონია უბრალოდ ბურთიო დააგდოთ, მოიგებთ. სევით. ვინც ხედავს ხელით მოხდეს. ერთმა ადამიანმა დატოვოს. ერთმა ადამიანმა გავიდეს. გავიდეს, გაუში ხელი. აწი ბიჭი. მუხლები. ლევან ცოტა ვახვატი თავში მომხდები. ლევან აწი ცოტა მუხლები. ლევან შო 6 35 და 72 მილისეკუნდი. ეს არის დრო. 6 35 72. ბაზარი არა, ძმაო, მართლა. 4 ნომერი მუხლები აკონტროლე, ჩადი. მუხლები აკონტროლე. 8 40. დადით. 8 40. 5 ნომერი ჩაიხარე მუხლებში.
თქვა მოტეხა. ჩაცოს გულია 5 ნომერი, დროს გავაჩერებ ახლა. დრო 7:24. 5 ნომერმა ვეღარ გაუძლო. ხო კარგად. შედეგები არის ესეთი. პირველი გუნდი 6:35. მეორე გუნდი 8:40. და მესამე გუნდი 7:24. პირველი გუნდი ტოვებს. სამწუხაროდ 5 ნომერი იმენა ბოლოს დაეცა, ანუ როგორც კი დაждავსო დრო გაუჩერე. ყველაზე რთული არის მესამე ეტაპი. ერთი ნაბიჯით მიუაწლოვდით სახს. შემდეგ რაუნდში იქნება ციგიძე. 17 მონაწილე დარჩა. თანაბარი რაოდენობით უნდა გაიყოთ. 2 წუთი გაქვთ დრო. წირავთ ერთ ადამიანს. ბოდიში. 8 ადამიანი აქეთ დგას, თანმიმდევრობას თქვენი თავაგებთ, 8 ადამიანი აქეთ დგას. წამზომი ჩაირთო. 8 კაცი, 1 ზედმეტი. გიწევთ გაწიროთ 1 ადამიანი. ნებისმიერი შეთანხმება, რომ ძმაო მიდი შენ გადი და ბინიდან წილს მოგცემ, ექვემდებარება მთლიანი გუნდის მოხსნას. 1 2 3 4 5 6 7 8 1 2 3 4 5 6 7 8 9 აქეთ არის 11. ერთი კაცი უნდა გაწიროთ. და რო აი ეგრე ეთქვით რომ შენ გადი ზედმეტი ხარ. და რო არ წავიდეს. ჩვენი სპონსორია, ამ ვიდეოს სპონსორია ალფა სახლი, რომელმაც გამოყო ჩვენთვის ერთი ბინა, რომელსაც გავათამაშებთ. და რომელსაც აქედან ერთ-ერთი სახლით წავა სახში. მაგრამ სახლი თუ აქვს, სახლი რაღაცა ვერ გავიგე ეს ერთად ვერ დავალაგე. ვინ წააგო? შენ გილოცავ შემდეგ ტურში გადახვედი. ძმამ რა ეგრევე მესამე ტური ამოსდო ვაფშე არაფერში ძმამ. აი ამაში ეგრევე რიგის მიხედვით ერთი მხარე და მეორე მხარე გასაღების აქეთ და იქით დადექით. შემდეგი თამაში არის ყელყურ ცხვირის ექიმი, ესე დავარქვი. მე გეტყვით სიტყვას ცხვირი. მარჯვენა თითი უნდა მიიტანოთ ცხვირთან. გეტყვით ყური, ყურთან. პირი, შუბლი. როცა ვიტყვი გასაღები, გასაღებს უნდა მოკიდოთ ხელი. პირველი ვინც მოკიდებს, ან ორივე ერთად თუ მოკიდეთ, ვისაც უფრო მეტი მანძილი ექნება გასაღებზე დადებული, არ უნდა აიღოთ გასაღები, უბრალოდ უნდა მოკიდოთ. გავარდება ის, ვინც ვერ მოკიდებს ხელს. თქვენ განახევრდებით. დავიწყეთ. შუბლი, ყური, ყელი, ცხვირი, პირი, ყური, გასაღები. ნომერი 28. პირველმა დატოვა თამაში. შუბლი, ყური, ცხვირი, ყური, ცხვირი, პირი, ყური, გასაღები. 25 ნომერი შევა 5 ტოვებს. ცხვირი, გასაღები. 6 ნომერი ტოვებს, 9 ნომერი უკარო დადგეს. 19 ნომერი ძალიან აქტიურად ახლა ჩართული შენი გუნდელების მოგებაში. ეხლა ვნახავთ, ხელი მაგიდიდან. ხარი, შუბლი, გასაღები. უკა. დატოვა 8 ნომერმა. სათვალე. კაიო, ცოტა დაძაბულობა. შუბლი, ცხვირი, კისერი, ყური, ცხვირი, შუბლი, გასაღები. 4 ნომერი, 15 ნომერი ტოვებს. შუბლი, ცხვირი, ყური, პირი, შუბლი, ცხვირი, გასაღები. ნომერი 21 ტოვებს, ნომერი 30 ჩემ უკან. შუბლი, ტუჩი, ნიკაპი, შუბლი, გასაღები. ნომერი 26 ტოვებს, ნომერი 20 ჩემ უკან. შუბლი, ცხვირი, ნიკაპი, შუბლი, ყური, შუბლი, ყური, ცხვირი, ტუჩი, გასაღები. 18 ტოვებს 24 ჩემს უკან.
ვერ გითვალებში ვერ გიყურებთ, მაგრამ დიდი ბოდიში, მაგრამ თამაშის წესები ესეთია. თქვენც ხო გიხარებთ სხვა რომ ვარდებოდა. ბოდიში დაგემშვიდობებით, ძალიან მიყვარხართ ყველა რა და მას მომაპატიოთ გულს, რომ მოგიწევთ წაგები. და მესამე თამაში. ტაში თუ შეიძლება. მესამე თამაში არის ჩემგან ძალიან შრომსყოფი ინტელექტუალური. იქნება კითხვები, იქნება პასუხები, იქნება მსჯელობა, იქნება სახლი. და ჩვენი სპონსორია ალფა სახლი. ამაზე ერთი 100 ლარს უეჭველი დამემატებენ სპონსორი. დიდი მადლობა ირას ამისთვის. ეს პატარა ზღარბი და ბურგერი მე გუშინ გავაკეთე. მეგობრებო, 9 ადამიანი ხართ. ამ თამაშში საჭიროა 2 გუნდი, სადაც 4 ადამიანისგან შემდგარი იქნება. ეს აღარ არის კარგი მომენტი, როცა ერთს გაწირავთ და ის გადავა. ამ ბურგერში ჩასწობილი ჭხირები არის ერთნაირი ზომის, გარდა ერთისა. არმაგედონი, ვისაც ნანახი გაქვთ, ასტეროიდის ასაფეთქებლად ერთი წავა რა. ვინ დაიწყებს? იღებ და დაბლაწევ, მალავ. ნუ თვალებში მიყურე. უცებ დამალა, აიღო დამალა, დამალა. აიღო დამალა. აიღო დამალა. აიღო დამალა. ვითომ შოუში იყო, მაგრამ შია. ვისიც მოკლეა, იმან წააგო. 19 ნომერი. 19 ნომერმა მოკლე ჭხირით დატოვა თამაში. მე ძალიან მეწყინა, მართლა. დედას გებიცე. არ ნერვიულ, მართლა ძალიან მიყვარხარ. აი მე ხა გავაკეთებ იმას, რაც 19 ნომერმა გულში გაიფრა, როცა ეს ჭხირი ამოიღო. გილოცავთ. ძალიან შემთხვევით გადარჩით ყველა, მართლა. 3 გოგო, 1 5 ბიჭი. 2 გუნდად გაიყავით და მარცხენა და მარჯვენა მხარეს დადექით და მიიღებთ დავალებას. ამ თამაშს მე დავარქვი განათლებული მახარა. თქვენ სტილ მოცემულია 2 დანადგარი, რომელიც არკვევს სწრაფად ვინ დააჭირა ხელი. გავიგებთ ვინ პასუხობ. თუ დააჭერთ და 5 წამში პასუხს თუ არ გამცემთ, ქულა ჩაეთვლება მოწინააღმდეგე გუნდს. თუ არასწორად გამცემთ პასუხს, -1 ქულა გექნებათ. პირველი კითხვა: რომელ წელს დადგა ფეხი პირველმა ადამიანმა თვარეზე? 1969. 1-0. და შემდეგი კითხვა მეორე. რამდენია 12 გამარჯვებული 6-ზე? 72. 1-1. რომელია ყველაზე დიდი პლანეტა ჩვენს მზის სისტემაში? ხმელი? იუპიტერი. 2-1. ვინ არის წიგნის ავტორი? მე რობოტი. ოთხის დაროზე, პასუხი. პალანიკი. არასწორი პასუხია. -1, 1-1. მეხუთე კითხვა. აჩკოს ბოლო დროინდელი სიყვარულის კითხვა, რაღაცა ერთ-ერთი სპორტის. რამდენი კვადრატული სექცია ჭადრაკის დაფაზე? 64. 2-1. საეჭო კაცის რამდენ ვიდეოში იყო ალფა სახლის გათამაშების მინიშნება ჩასმული? 5, 4, 3, ჰა? 4. -1 ქულა. 5 ვიდეოში. 5 ვიდეოში. ანგარიში 1-1. ძალიან სიგიჟე ხდება, ანუ ბიჭო, ეგრევე ნუაჭეთ, უბრალოდ იფიქრეთ თუ არის წეგან ძალიან დიდი სიჩუმე იყო და ძალიან კაი იყო. მეშვიდე შეკითხვა. რომელია საქართველოში ყველაზე გრძელი მდინარე? ტყვარი. 2-1. გახურდა წელი ამტკივდა. მერვე წეკითხვა.
რომელ ქვეყანაში მდებარეობს სოფლიოში ყველაზე მაღალი შენობა? ბურჯ ხალიფა. დუბაიში. გავერთიანებული არაბთა გაერთიანებული სამეფოები. კერძოდ დუბაი. ორით ორია. ბოლოს ეკითხვა. ბოლოს შეკითხვა. რითიც გევიგებთ, ვინ გედევიდა შემდეგ წურში. დამთავრებამდე შეიძლება პასუხი? მინდი მეცხრე შეკითხვა დააჭირე. მას მოიგებ ვნახოთ. რომელ წელს დაიდო საელჩო კაცის YouTube არხზე პირველი ვიდეო? 2020. სამი თორი. დაწინაურდა თეგუც რა ქვია? რა ერთი ბიჭი და სამი გოგო. მეათე შეკითხვა. რომელ წელს გამოვიდა ფილმი ცისფერი მთები? 4 3 2 1 1960 გადავიდა ერთი ბიჭი და სამი გოგო ფინალში ბოდიში მაპატიეთ მაგრამ დატოვეთ პამიშენია და მოვიდა მეოთხე რაუნდი. უცებ ახსნი. 4 მონაწილე დარჩით. 3 გოგო, 1 ბიჭი, მაგრამ ეს არაფერს არ წყვეტს. რატო გაუსია მას ხაზი? მე თვითონაც არ ვიცი. დამიწერეთ კომენტარებში, რატო გაუსია მას מחר ხაზი. კარტი გადმოგეცათ. ჩვენ ეხა ვითამაშებთ სეკას. 1000 ლარზე, 20 კაპიკიანებით. სეკას არ ვითამაშებთ. ამ თამაშს დავარქვი, ნეტავს სახლი მქონდეს და სართულს დავადგავდი. კარტებით ააშენებთ სახლს. არ წააგებ. აქ თავარი არის ხელი არ გიკანკალებდეს. ყველაზე მაღალი ორი ადამიანი 5 წუთი გექნება დრო. ორი ადამიანი გადავა წინალში. აღარ გავწევავ. ყველა საინტერესებს ბინა ვენ მეიგო. კარტის გატეხისება აქვს. სწორად უნდა ანუ კარტით აშენებთ შენობას. გატეხავ, დანერწყვავ, კაროლაგულს გულს მოპარავ. ეგ მე რა შუაში ვარ კაცო. 5 წუთის შემდეგ ყველაზე მაღალი შენობა ურიცალი გადავა ფინალში. 3 2 1 დაიწყო! და დაგჭათ 2 წუთი. ხელები მოაშორეთ მაგიდას. ეს ახლა ტაქციული როა დავაყენე. სიგიჟია აწეული კარტით მოიგო. 9-24 ფინალში. ყროჭიდან გამივიდა ყველაფერი. რა დაგემართათ ბიჭო? ხელები ამ კანკალდა ხო და ცხოვრება არა და ძალიან რთულია. სტრატეგია ძალიან კაი იყო, პროსტა USB-ს გამოძრობის ხმა დაადე. ერთმანეთს იცნობთ? ვინ ხართ ერთმანეთის? ამ წამს შეიძლება მეორე გათამაშება დაიგეგმოს. ერთმანეთს არავინ და უბრალოდ ის შემოსწავლე იყო ადრე. მე ინსტრუქტორი ვარ ეს. შიშ bro! ანუ ქართული მულტფილმი მახსენდება რა, მოსწავლებელი. რას ასწავლით საერთოდ? მართვას ასწავლიდი? თქვენ არისით ეხა ფინალში რა იქნება რა. ანუ ეხა თქვენ ორიდან ერთ-ერთი 55 კვადრატულ ბინას ხვა კარკასით მოიგებს ანუ. პროსტა აი შოკია, არ მეჯერა ვაფშე. ხო, ხო და აი მაგის გამო გაკვეთილები გადავდე მეთქი წავალი ხა מחר ხარ გავუტეხო ჩავალ და ვითამაშებ რა და საცხოვრო. მუხიანში. შენი ბინა გაქვს? კი. შენ? მეც მაქვს.
სახლიანები, ეს ამოჭერი ბიჭო, სახლიანები დარჩნით. სრული სიჩუმე, ალფა სახლისგან, ბინა 55 კვადრატული, ვის გადაეცემა გავიგებთ ამ ფინალურ რაუნდში. ორი მონაწილეა დარჩენილი. მანდილოსანი და კაცდინოზავრი. ნომერი 9 და ნომერი 24. შემდეგი ჩვენი თამაში, ჩემი ოცნება იყო ბავშვობიდან, რომ ჯეირანი უნდა ვითამაშოთ. ბინას მოიგებთ ჯეირანის თამაშით. განა 9 თავიან გვერდშაპის მოკლით, რაც წეგან გააკეთეთ. თქვენ არ გეცოდინებათ მოიგეთ თუ წააგეთ, იმიტომ რომ თვალები გექნებათ ახვეული. პირველი 20 ხაზია გარკვევა მოვიგეთ. 3-მდეა თამაში. სრული სიჩუმე მჭირდება. არავინ ემოცია არ გამოხატოთ, რამდენი იქნება. ამას არც მე არ გეტყვით. ბოლოს გაიგებთ. ვიდეო მტკიცებულებად გვექნება ვიდეო კადრები და უამრავი ადამიანი. მოვირგეთ. ეხლა ცოტა შევასწორე. არა, ხსო. შენი თამაში უკვე დამთავრდა, მორჩა. ეხლა ჩემი ჯერია. შეეშვი. დაბლა იყო რამდენი წინა. ეს არის გასაღები, რომელიც უნდა მოიგოთ. შეგიძლიათ შეეხოთ. всё, შეეხე. მოემზადეთ. ხუ, გიორგი კაცი ხარ. 3-2-1 რო ვიტყვი, ხელები გააკეთეთ ესე. სრული სიჩუმე. ხაუჩი. მოემზადეთ. წავიდა დავიწყეთ. ჯეირანი. ჩამოუშვით ხელები. მოემზადეთ. ჯეირანი. ჩამოუშვით ხელები. მოემზადეთ. ჯეირანი. ჩამოუშვით ხელები. სრული სიჩუმე. ჯეირანი. ჩამოუშვით ხელები. კაი. მოემზადეთ. ჯეირანი. ჩამოუშვით ხელები. მოიხსენეთ. ქულებების ხმარო ისმის, ბიჭო, რა ჟუტკია მარტო. საქართველოში იბადებოდნენ, ეს ლექსი არაფერს უაშია. საქართველოში პირველად საეჯუკაციო YouTube არხზე ბევრი იუთუბერი უნდა დავკმინო ეხა. ბევრი იუთუბერი იძახის, რომ ჩვენ პირველად, მაგრამ ის პირველად არ არის. პირველად საქართველოში ალფა სახლთან ერთად საეჯო კაცთან კოლაბორაციით გათამაშდა ბინა. სხვა უბანში, ბიღობში. ჯენულოცა არიცი. და ამ ბინის ფლობელი გახდა ნომერი. ეხლა ნომრებს დავხედავ, პროსტა გადავიმეორებ რა. ამ ბინის ფლობელი გახდა. მაგრამ მანამდე დაელოდეთ, გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ ვიდეო. ამ ეტაპზე მოსწავლე ვერაჯოა მასწავლებელს და გახდა არ მეჭერა, წარმატებული ყავდა. მეორე წარმატებული. დილოსავს, მაო. ალბა საკლის ბინა, ხაობაში გახდა შენი. დიდი მადლობა. წარმოუდგენელია, ჩემთვის აი რომ მოდიოდი არ მეჯერა რა. იმედიც კი არ ხოდა, მეგონა რომ მეთქე ცოტა ჩაულებრივი რაღაც თამაში, მაგრამ ანუ ალბათ მეთქები YouTube-ში შენია. მადლობა, მახარა საერთოდ მადლობა. აი, ეს არ აღებს, მაგრამ მაინც გადმოგწევ. იმ გასაგებს გადმოგწევ. ცალკე ვიდეოს ჩავწერთ, ეს კაცი როგორ შევა ამ ბინაში და იცხოვრებს. გილოცავ. ეს იყო ალფა სახლის გადავაშება, მე ვარ წაეწო კაცი და ეს YouTube-ია. აი, ცოტა ბოლი უნდა წამოსულიყო, მე მგონი არა. შოქში ვარ, აი წარმატე YouTube-ს მოხარებელი ვიყავი, უყურებდი, აი არ ვიცი, ხო
ხო, არ ვიცი რა უნდა ვთქვა, მაგრამ სერჯო კაცი პირველია. ვინა მოიგე, ხო, ნუ ეხლა ხო და ალფასახს ძალიან დიდი მადლობა. ურჩევ ყველას ჩაერთოს გავს თემაშებში, გამოიწვიოს სერჯო კაცის არხი. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა მახარ შენ, მადლობა ალფასახს და უამრავი წარმატება თქვენ. აი მინდა რომ სუპირველები იყოთ ყველგან და ყოველთვის. ვეცდებით ყველანაირად. ეხლა 24 კილომეტრთან გადავიდეთ. დიდი მადლობა. ბიჭო რა ბოლოს მე მგონი რომელიღაცამ გამოწევის დროს შეცვალა რა. ეს უნდა მიხდეთ ეს. ხო და მაგითი დაწინა. აი, რო გექნა მე გავიმარჯვე. რაღაცა 2-1 იყო, იცი უგებდი რა. ხო. მეთქი აი 24 კილომეტრი კიდე თუ ესე სპინა საით არის. ვიდეოში ნახავთ ამას. მადლობა ალფასახს. აფერუმ. ჩემი მერტყა აი სისმელი ახლა მიდიხარ და მეთქი დამარცხდი. ხო, მეთქი დამარცხდი ფინალში ვარ მე რა ხარ იქნება. ხო, აი პრე შემოკლები ვარ და მეთქი აი ვისაც როდის მე გატყო მქონია რომ აი რაღაცა ჩატყობილი იქნება, აი ყოველთვის ცხოვრებაში მინდა და ამის თქმა და ვიტყვი რომ საერთოდ შემთხვევით რა აი ვერ წარმოვიდგინე თუ ეს ხდებოდა და მართლა არ ვიცი. აი ძალიან დიდი მადლობა ყველას რა. ძალიან დიდი მადლობა ყველას აბსოლუტურად. კიდე ვერ დავიჯერე, მაგრამ ზავიჯერ ძალიან დიდი ხანი ვერ დავიჯერე. ეს ემოცია რა. ინტრიგა ბრძანდები. ეს თუ იცი რა არის? ხმახარ. ამ კაცს თუ იცნობ? გამარჯობა. საერთო კაცს. თქვენდე და? კიდე ჩვენი. მე ვეთქვი თუ ხარ. ვინ ამოვიგე? ვის დამსახურებთ, აი? ვინ ამოვიგე? აი ვის ამოსყებელია. აუ გაგიჟებული ვარ, ვაფშე არ მეჯერა მე საერთოდ.